მინდა ჩვენ რეჟიმის პატიმრებს უთხრა რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენ გამარჯვებულები ვართ და ულოცავ მათ ევროპის დღეს და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ დიქტატურას ამ რეჟიმს და ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა გავესაუბრები ასევე მარიკა არევაძეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი და უფლებადამცველი არის ჩვენთან ერთად. ქალბატონო მარიკა, ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო ჯგუფების თავდაუზოგავი ბრძოლის პარალელურად ქართული ოცნების მცდელობას, რომ ყველანაირად შეეწინააღმდეგოს საქართველოს ევროინტეგრაციას და იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას ევროპა და რომელსაც აღნიშნავთ დღეს. გვითხარით თქვენი მხრივ რა იქნება ის ნაბიჯები, რომელსაც ევროპული მომავლის და პერსპექტივის დასაცავად გადაჭარბს. ჩვენი მოვალეობაა დავითქვათ ქვეყნის ევროპული მომავალი და ქვეყნის ცივილური განვითარება. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ამას აკეთებს საქართველოს მოსახლეობა, აი ყოველდღიური, პერმანენტული და დიდი აქციებით ამას აკეთებს პოლიტიკური პარტიები მათი მუშაობით, როგორც პარტნიორებთან, ასევე ერთმანეთში ქვეყნის შიგნით, არ თანამშრომლობით, არ აღიარებით, რომელიც უკვე ამდენია გრძელდება და ამას აკეთებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. საერთაშორისო პარტნიორების მუშაობის და მხარდაჭერის ნათელი მაგალითია მეგობარი აქტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა მხარდაჭერილი ორ პარტიულად და რომელიც არის მხარდამჭერი სწორედ ქართველი ხალხის და რომელიც არის მხარდამჭერი ადამიანის უფლებების, რომელიც დასწრე დარღვეულია და აღარ არსებობს ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. რა გვინდა ჩვენ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს ხალხთან ერთად ევროპული განვითარება, ცივილიზაცია და ყველა ის სიკეთე, რაც ახლავს თან ევროკავშირს. ჩვენ ამას აუცილებლად მივახდენთ, არ გავშევდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე. დიდი მადლობა მარიკა არევაძეს უსმენთ თქვენ კოალიცია ცვლილებისთვის